არ ქონდა ფული, არ ქონდა გამოცდილება, გარდა იმ გამოცდილებისა, რომ მანამდე რამდენიმე წელი, დაახლოებით 13 წელი ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში ვიყავით 3 თვის განმავლობაში, ჩვენი არ ჯობდა არავის. მაგრამ იმდენ ადამიანს მივწვდით და იმდენმა ადამიანმა არ დაიჯერა, რომ ხალხი ალბათ მაგას 1 წელიწადში აკეთებს და 1 წელიწადში იღებს იგივე ცუდ უკავშირს და ჩვენ 3 თვეში მივიღეთ ეგ. გვეყო ნებისყოფა რომ ყოველდღიურ ხორციელ საჭიროებებზე გვეთქვა უარი თუნდაც იმაზე, რომ ბრენდირებული ტანსაცმელი არ გსმოდა, თუნდაც გვეთქვა იმაზე, რომ ყავის დალება თუ გვინოდა, წავიდოდით და ლარნახევრიან ყავას დავლევდით პირობითად, მაგრამ ამაში იდეა იყო ის, რომ ეს თანხა რაღაცისთვის უნდა გადაგვედო. ქუთაისში გაზრდილი ვარ, მაგრამ გურული ვარ. ეს იყო ის, რომ ჩვენს გარშემო მყოფებს ჩვენი იდეის არ ჭეროდა. ისეთ რაღაცას მოვყიდეთ ხელი, რაც იყო ძალიან რთული. არასოდეს არ მოусმინონ სხვას. თუ რაღაცა იდეის გჯერა, არ აქვს მნიშვნელობა რა იდეაა. თუნდაც როგორ ზღვა ოკეანეში შეცვლო, იცი სადაც ზვიგენებით არის სავსე, თუ წამს და გჯერა, აუცილებლად გამოგივა. პირდაპირ მივდიოდით კომპანიებთან მედაილნი და ვეუბნებოდით, რომ აფული არ მინდა, შედი, ნახე როგორ არის. რადგან ქართული პლატფორმების ნაკლებობაა საქართველოში, სამწუხაროდ. კომპანიები მიეჩვინენ იმას, რომ თუ შენი სახელი გლობალურად გავარდნილი არ არის, შეიძლება რაღაცა მნიშვნელობას ვერ აკეთებდე. მე მინდოდა რომ კარგი პოდკასტები მეყურებინან, რეალურად ეს იყო ჩემი მიზანი და ბოლოს აქ აღმოჩნდა. შევეჭიდეთ ძალიან დიდ კონკურენციას და მოვიგეთ. რა პლატფორმები, როგორ გამოვიყენოთ, როგორ გავუმარტივოთ ბიზნეს საქმე.